კახეთის ერთ-ერთ სოფელშია რა კაცი ცხოვრობს ხო და 47-მდე 6-მდე აირე რა და დაყავ გამოთხოვილი კიდე 1-4 სოფლი დაკეთ და უცბად ეხლა ამ ოჯახში დის ოჯახში იმაი არ ცოლი ყავდა არ ჩვილი მაშინ დედამისს თვითონ დარჩნენ და მოურია ძაღლია ეგეთი ხო და ჩოჩორი ყავდა კიდე ვასია დაურეკე რომ ჩქარა გამოდიო შენი ძმაო მე მგონიო ყდებაო არ ვიცი თუ რა ხდებაო გადავარდაო აიგრეო გაშაებულიო და მამაო თანაც კი დარეკილი გვაქვს უკვე რომ მოვიდე ეს კაციცო არ ვიცი თუ რა გვეშველებაო როგორ ვართო და აბა გაცვიდნენ ჰაი ხარა რომ სასწრაფოც და ესენის თავიქმარს უთხრა ჩემი ძმა ეგეთი ამბავია რა მე რომე და ერთი პატარა ბიჭი ჩაავლე ხელი და აბა მივიდნენ და ეხლა რომ მივიდნენ უკვე ეს სიტუაცია დაეხვდათ რა როგორი სიტუაცია დაეხვდათ რომ ეგ კაცი ტახტზე წევს აიგრე წევს და მამა უკვე წევს უგებს კაცო რა ვიცი აი გაშავებული წევს რაღაცა ისა და უცებ გაახილა თვალები ეგ კაცმა შუა ამბავში აბა ესენიც უკვე რამის ტირიან ხავენ გაახილა თვალები ეგ კაცმა და აი მიიხედა მაიხედა წამოდგა ერთი წუთითო აი რე გააკეთა ადგა და გავიდა გარეთ და თორმე რაშია საქმე კაცო არაფერიც არ აკვდება ჯიგარი მივიდა და სოფელში ეხლა ის ჩეჩმა რა სოფლის ჩეჩმა საპირფარეშოში აიგრე სასაცილო ბალახის ბიჩოკი სიგარეტი გამოაძრო ეს მარიხუანა მიიღო დაიმატა ჯიგარმა ზევიდანა და ჩააქრო იქ ყველაფერი სიტუაცია ესენი შოკში არიან რა ხდება რაღაცა და მივიდა თორმე მაგარ კაიფშია კაცო გაგლეჯილი აერე წამოწვა ხელები ამაიდო თავქებში მამაოს აიხედა და ეხლა განაგრძე ბიძიაო აერე დაუძახა აი შეო პატრონო შენაო აი ეხლა აგედანო თუ თავში გიწია ესისაო კარგი იქნებოდა რომ მეგრული ფუტბოლელი ქონოდათ ნაჭამი უფრო ცხარი ანეკდოტები იქნებოდა მაგრამ არა უშავს